მასპინძლებიც იმედოვნებენ, რომ ერთკვირიანი შეხვედრის დროს ისინი ერთმანეთს საკუთარ გამოცდილებას გაუზიარებენ. სტუმრები რეგიონის ღირსშესანიშნავ ადგილებზეც გაეცნობიან და სულ რამდენიმე დღეში თრიალეთის თანამშრომლებთან ერთად ექსკურსიაზეც სწავლენ. დახვეწავენ ისინი თავიანთი საქმიანობისათვის საჭირო ფორმებს, გამოიყენებენ იმ ჩვენს მეთოდებს, რომლებიც უკვე პრაქტიკამ დაგვანახა სასარგებლოა ტელევიზიისათვის და დანერგავენ თავიანთ ტელევიზიებში. მათ ყველა პირობა შეუქმნით, ისინი ეცნობიან არა მარტო ჩვენს მუშაობას, არამედ მთელი ტელევიზიის მუშაობას, ყველა პირობა შეუქმნა ტელევიზიის დამფუძნებლებმა ბატონმა ბადრი და ჯონი ნანეტაშვილებმა. გავეცვალეთ, ბევრი რაღაცა დავინახეთ, გვაჩვენეს, ბევრი რაღაცა ვისწავლეთ. შეიძლება რომ აქ ხალხი ძალიან მოგეწონა ხალხის პატივისცემა და ყველაფერი. დიდი მადლობა. განსხვავება კი არის. აქ უფრო უკეთესია და ვიდრე ჩვენთანა. და ისე სატელევიზიო გახსნილია 1-5 წელია ჩვენთან. დავხვეწავთ, ვაკა ბევრ რამე დავინახეთ, ბევრ რამე ვისწავლეთ, წავალთ, დავხვეწავთ, უფრო გავაუმჯობესებთ, უფრო გავალამაზებთ. ახალქალაქისა და ნინოწმინდის ტელევიზიების წარმომადგენლები შიდა ქართლის რეგიონულ ტელევიზიაში ფუნქციონირებადი სარეკლამო სამსახურის საქმიანობას დადებითად აფასებენ. მათ მიაჩნიათ, რომ თრიალეთის სარეკლამო განყოფილება საქართველოს რეგიონულ ტელეკომპანიებთან შედარებით საუკეთესოდ მუშაობს. ანუ რეკლამის მსურველ და ინტერესებს სრულიად აკმაყოფილებს. ყოველდღიურად 10 სტუმრების თანდასწრებით რეკლამის მსურველებიც მოდიან. მე რამოდენიმე ხანია უყურებ თქვენს გადაცემას სარეკლამო და ძალიან მომეწონა და მინდა რომ ჩემ ანსამბლზე გავაკეთოთ რეკლამა და მოვედი ბატონ თამაზისთან, ყველაფერი ამიხსნა, ძალიან სასიამოვნო, რომ ასეთი ლამაზი პროფესიონალ დონეზე მიდის ეს გადაცემები თქვენი რეკლამის და მსურს რომ ჩემ ანსამბლზე გავაკეთოთ. თრიალეთის სტუმრებს, ისევე როგორც მასპინძლებს, მიაჩნიათ, რომ აზრებისა და გამოცდილების ურთიერთგაზიარება ორივე მხარესთვის საინტერესო და დადებითი შედეგის მომტანი იქნება.